ერთი ნემსი, ერთი დარტყმა და შენი ცხოვრება და სხეული სამუდამოდ შეიცვლება. ძიმე ნარკოტიკს გავს ხო ასეა? ჰეროინი, ფენტანილი? არა, ეს ოზემპიკია. მე ჯოში ვახ და The Infographic Show-ის დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ ვამხელთ სიმართლეს იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ოზემპიკი და სხვა წონის დაკლების მედიკამენტების სხეულში. ოზემპიკი თავდაპირველად წონის დაკლებისთვის არ იყო განკუთვნილი. ის განკუთვნილი იყო როგორც სასწაულებრივი წამალი სიმსუქნისთვის. ეს დიაბეტის წამალია, მაგრამ უფრო მაღალი დოზებით ის თავისას იწყებს. ის იმეორებს თქვენი დანაყრების ჰორმონებს, GLP-1-ებს. თქვენი სხეული კითხვებს არ სვამს, უბრალოდ მიყვება პროცესს. მაშ, რატომ არ დგავართ რიგში ამ საოცარი წამლის ინექციებისთვის? რადგან ყველა სასწაულს თავისი ფასი აქვს და ასეა ოზემპიკიც. ოზემპიკი ძირითადად მოქმედებს თქვენს ნაწლავებზე. ეს კი ნაზი ეკოსისტემაა. თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებამ თქვენს საკვებსა თუ სასმელში შეიძლება დაარღვიოს მისი ბალანსი. ოზემპიკის და მისი კონკურენტის Wegovy's დანერგვამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. მომხმარებელთა დაახლოებით 20%-მა აღნიშნა გულისრევა და ღებინება როგორც გვერდითი ეფექტი, განსაკუთრებით მაღალი დოზებით დაწყებისას. თქვენს ორგანიზმს შეიძლება კონდეს შეგრძნება თითქოს იერიშის ქვეშაა, მაგრამ ის სწავლობს, ეჩვევა და დროთა განმავლობაში ძლიერი სიმპტომები ქრება. დაახლოებით 30%-მა ადამიანებმა, რომლებიც ამ პრეპარატებს იყენებენ, დიარეა დაასახელეს როგორც ხშირი გვერდითი ეფექტი. ამ ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების უმეტესობა შეიძლება შემსუბუქდეს თუ დოზას ნელ-ნელა გაზრდით და არა ერთბაშად სრულ რაოდენობაზე გადასვლით. მეორე მხრივ, იგივე ჰორმონებს შეუძლიათ პროცესის შენელება, რასაც იწვევს შეკრულობა, ხშირად გაზებთან და შებერილობასთან ერთად და ამ ნაწილს რეკლამებში ნამდვილად არაჩვენებენ. მაგრამ ეს ერთადერთი გვერდითი ეფექტი არ არის, რაც შეიძლება თქვენს გეგმებს ხელი შეუშალოს. ერთ-ერთი მთავარი რამ, რასაც ადამიანები ყველაზე მეტად ელიან წონის დაკლების დაგეგმვისას, არის მეტი რამის გაკეთების შესაძლებლობა. მათ ექნებათ მეტი ენერგია, ჯანმრთელი სახსრები და შეძლებენ უფრო დიდხანს აქტიურობას დაღლილობის გარეშე, მაგრამ შეიძლება ასე არ იგრძნოთ, სულ მცირე, თავიდან. დაღლილობა ხშირი გვერდითი ეფექტია Wegovy's მომხმარებლებისთვის. ამას 11% აღნიშნავს, ხოლო ოზემპიკის მომხმარებლებების 5%-იც აღნიშნავს. ეს მიიჩნევა გამოწვეულად სისხლში შაქრის დონის მერყეობით და ორგანიზმის ადაპტაციით ნაკლებ საკვებზე. მაგრამ ერთი გვერდითი ეფექტი ყველას ყურადღებას იპყრობს და ეს ისაა, რასაც პირველ რიგში შეამჩნევთ. როდესაც ადამიანები წონას იკლებენ, ამას ხშირად კოსმეტიკური ელემენტიც ახლავს. ისინი სურთ გამოიყურებოდნენ უფრო ჯანმრთელად და ახალგაზრდულად, მაგრამ ზოგი ამბობს, რომ ოზემპიკს შეიძლება საპირისპირო ეფექტი ჰქონდეს. ამას უკვე შეარქვეს მეტსახელი, ოზემპიკის სახე. შეიძლება ეს პოპულარული პრეპარატი ადამიანებს უფრო სწრაფად აბერებდეს? ერთი სიტყვით, არა. ოზემპიკი და მასთან მსგავსი სხვა პრეპარატები ადამიანებს საშუალებას აძლევს წონაში ბევრად უფრო სწრაფად დაიკლონ, ვიდრე ჩვეულებრივ შეძლებდნენ და ეს ცხიმს მთლიანად სხეულიდან, მათ შორის სახიდანაც აქრობს, რაც იწვევს კანის მოდუნებას და ნაოჭების უფრო თვალსაჩინო გამოჩენას. ეს შეიძლება დროთა განმავლობაში შემსუბუქდეს, როცა კანი უფრო გამხდარ სხეულს შეეჩვევა, მაგრამ ზოგიერთი GLP-1-ის მომხმარებელი დერმატოლოგებთან ჩქარობს, რადგან ეშინიათ, რომ ოზემპიკი შეიძლება ასაკს მოუმატოთ და სიურპრიზები ამით არ მთავრდება. ეგრეთ წოდი ოზემპიკის პიროვნება იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთმა მომხმარებელმა განწყობასა და ქცევაში ცვლილებები შენიშნა. ზოგიერთი მათგანი კი აღნიშნავს გაზრდილ შფოთვას, დეპრესიას ან იშვიათ შემთხვევებში საზიანო აზრებსაც კი. თუმცა ამ დრომდე ჩატარებულმა კვლევებმა GLP-1 მედიკამენტებსა და ამ ტიპის აზრებს შორის კავშირი ვერ აღმოაჩინა. ექსპერტები აცხადებენ, რომ უმეტესობა ამ მტკიცებების ანეკდოტურია. არსებობს კიდევ ოზემპიკის დუნდული, მოდუნებული კანი, რომელიც შეიძლება სწრაფი წონის დაკლების შემდეგ გამოჩნდეს. ეს სხეულის ზოგიერთ უბანს მოდუნებულსა და ჩამოშებულ სტოვებს, განსაკუთრებით მრგვალ ადგილებში. მაგრამ ეს მედიკამენტის პირდაპირი გვერდითი არ არის. ეს უბრალოდ დიდი რაოდენობით წონის მოკლე დროში დაკლების შედეგია. თუმცა არსებობს კიდევ ერთი კოსმეტიკური გვერდითი ეფექტი, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყოს. ოზემპიკის და Wegovy's მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ თმას ცვიოდათ. ამან გამოიწვია დროებითი პანიკა. თითქოს ხალხი გამელოტებას იწყებდა წონის დაკლების დანამატის გამო, მაგრამ ეს იშვიათი გვერდითი ეფექტი იყო. ხოლო Wegovy's მომხმარებელთა 3%-მა აღნიშნა ეს უცნაური გვერდითი ეფექტი. პროცესი როგორც წესი დროებითია, არ უკავშირდება თმის ძლიერ ან სრულ ცვენას, თუმცა შეიძლება შემაშფოთებელი იყოს. ყველაზე სავარაუდო მიზეზად მიიჩნევა დიეტის ცვლილების შედეგად აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების შემცირება, რაც შეიძლება გამოსწორდეს დამატებითი დანამატების მიღებით. მაგრამ ამ სასწაულმოქმედმა პრეპარატმა შეიძლება მხოლოდ სხეული კი არა, თქვენი ტვინიც შეცვალოს. ზოგიერთი GLP-1-ის მომხმარებელი პრეპარატილის მიღების დაწყებიდან მალევე თავის ტკივილს უჩივის, თუმცა მწარმოებლები ამბობენ, რომ ეს სიმპტომი რამდენიმე კვირაში ჩვეულებრივ იქრება. პირდაპირი კავშირი თავად პრეპარატთან არ არსებობს, თუმცა ირიბი კავშირი ნამდვილად არის. კუჭ-ნაწლავის გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება, რაც თავის ძლიერ ტკივილს იწვევს. გამოსავალი: ყოველთვის იქონიეთ წყლის ბოთლი. მაგრამ შემდეგი გვერდითი მოვლენა ასე მარტივად ასახსნელი არ არის. სულ უფრო მეტი ოზემპიკისა და Wegovy's მომხმარებელი უცნაურ რამეს უჩივის. მათ სიზმრები ეცვლებათ. მათ უჩივიან არანორმალურ, წარმოუდგენლად ცოცხალ და დასამახსოვრებელ სიზმრებს, რომლებიც ზოგჯერ ძილის ჩვევებზეც მოქმედებს.
ჯერ არავის უჩივლია გაცნობიერებულ სიზმრებზე და ცნობილია, რომ რამდენიმე მედიკამენტს შეუძლია გამოიწვიოს უჩვეულო სიზმრების ფორმირება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მეცნიერებს ჯერ კიდევ სრულად არ ესმით, როგორ მუშაობს სიზმრების ციკლი. ამ ეტაპზე ექიმები ძირითადად უსმენენ იმ ადამიანების მონათრობს, ვინც ამ ცვლილებებს განიცდის. და ეს შეიძლება იყოს ბევრად უფრო დიდი კითხვის პასუხის გასაღები. GLP-1-ები თავდაპირველად დიაბეტის სამკურნალო საშუალებად გამოიყენებოდა და სწრაფად გადაიქცა წონის დაკლების ხელშემწყობ საშუალებად. მაგრამ ამ პროცესში შემქმნელებმა დაიწყეს იმის აღმოჩენა, რომ მას ბევრი გაუთვალისწინებელი ეფექტი ჰქონდა. და ერთ-ერთი შეიძლება იყოს გასაღები ასაკში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დაავადების, ალცჰაიმერის გადაჭრისთვის. ზოგიერთი ადრეული კვლევა მიუთითებს, რომ GLP-1 პრეპარატებს შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებში კოგნიტური დაქვეითების შეცვლება და მნიშვნელოვანი ნეირონული კავშირების შენარჩუნებაში დახმარება. კვლევები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, ასე რომ არავინ ამტკიცებს, რომ ოზემპიკი გააუმჯობესებს ტვინის გრძელვადიან ჯანმრთელობას, მაგრამ არც გამორიცხავენ ამას. მაგრამ ამ სასწავლ პრეპარატს სერიოზული უარყოფითი მხარეებიც აქვს. სულ უფრო მეტი ექიმები და პაციენტები აყენებენ განგაშს უცნაური გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც თითქოს არსაიდან ჩნდება, რაც ზოგიერთს აფიქრებინებს, რომ პრეპარატმა შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე სარგებელი მოუტანოს. და ეს ეფექტები შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოებსაც კი შეეხოს. მაგალითად, ავიღოთ პანკრეასი. პანკრეასი მჭიდროდ არის დაკავშირებული დიაბეტთან და ამ პრეპარატებმა შეიძლება მასზე გავლენა მოახდინოს. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს პანკრეატიტი. რისკი დაბალია, მაგრამ ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ პირველ ნიშნებს. და ზოგიერთ შემთხვევაში სხეულში არასასურველი წვრილი წარმონაქმნებიც შეიძლება გაჩნდეს. GLP-1-ის ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი გვერდითი ეფექტი ჯერჯერობით ნაღლის ბუშტში ქვებია, რაც მტკივნეული მდგომარეობაა და შეიძლება ნაღლის ბუშტის ამოღებამდე მიგვიყვანოს. ექიმები აფრთხილებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნაღლის ბუშტში ქვები დაკავშირებულია ოზემპიკის გამოყენებასთან, ეს პირდაპირი კავშირი არ არის. მოულოდნელი წონის სწრაფი კლება ნებისმიერი მეთოდით შეიძლება გამოიწვიოს ეს პრობლემა. ორგანიზმი უჩვეულოდ წნეხის ქვეშაა და როდესაც ნაღლის ბუშტი ვერ ასწრებს ღვიძლისგან დამატებით ნაღლის დამუშავებას, შეიძლება პრობლემები წარმოიშვას. არსებობს ერთი ორგანო, რომელიც გვაძლევს სიგნალს საფრთხის შესახებ, მაგრამ არა ადამიანებში. ფარისებრი ჯირკვალი კრიტიკულია იმ ჰორმონების წარმოებისთვის, რომლებიც ზრდის რეგულირებაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ ის ასევე მგრძნობიარეა კიბოსა და სხვა წარმონაქმნების მიმართ. და მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ადამიანებში, რომლებიც იღებენ GLP-1-ის პრობლემის ნიშნები არ გამოვლენილა, ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების მტკიცებულება არსებობს. ექიმები ყურადღებით სწავლობენ ადამიანებში ფარისებრ ჯირკვალზე ნებისმიერი ზემოქმედების პირველ ნიშნებს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი იმ რისკთაგანი, რაც მსგავს პრეპარატებს, როგორიცაა GLP-1-ები ახლავს. ისინი ერევიან ჰორმონების ნაზად დაბალანსებულ სისტემაში და ეს შეიძლება გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი და საშიში შედეგები. და ერთ შემთხვევაში მკვლევრებს შეეშინდათ, რომ ეს შეიძლება ძირეულად დაერღვია ადამიანის ძირითადი ფუნქცია. სანამ ოზემპიკი გარკვეული დროის განმავლობაში ოცნებად ჩანდა, მოულოდნელად ერთმა სათაურმა ის კოშმარად აქცია. მართლა აჩენდა ოზემპიკის სიბრმავეს ადამიანებში. მოულოდნელად გავრცელდა უამრავი ინფორმაცია. ზოგიერთი მომხმარებელი ამტკიცებდა მხედველობის დაკარგვას და რამდენიმე შემთხვევაში იურიდიულ სიბრმავესაც კი. ბუნებრივია, ვინც ამ წამალს იღებდა, ყველა შეშფოთდა. მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების თვალის ჯანმრთელობის გამოძიებამ დამნაშავე გამოავლინა. ეს მდგომარეობაა, რომელსაც არარტერიული წინაიშემიური ოპტიკური ნევროპათია ეწოდება და რომელიც იწვევს სისხლის ნაკადის დაკარგვას მხედველობის ნერვში. ეს შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული მხედველობის დაკარგვა ერთ ან ორივე თვალში და კვლევებმა აღმოაჩინეს კავშირი ამ მდგომარეობასა და ოზემპიკის გამოყენებას შორის. რაც ვერ აღმოაჩინეს, იყო მიზეზი. ისინი, ვისაც სისხლის მიმოქცევის პრობლემები აქვთ, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ამ დარღვევის მიმართ. ამიტომ ისინი, ვინც ოზემპიკს წონის დაკლებისთვის იღებენ, შესაძლოა თავიდანვე უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. მაგრამ ეს იყო საკმარისი გამაფრთხილებელი ნიშანი იმისთვის, რომ ზოგიერთ ადამიანს წამლის მიღება შეეშინდა. თუმცა არის ერთი სფერო, სადაც მას შეიძლება უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს. GLP-1 პრეპარატები სპეციალურადაა შექმნილი მადის კონტროლისთვის და ისინი, ვინც ამ პრეპარატებს იღებენ, მხოლოდ ნაკლებს არ ჭამენ, არამედ ნაკლების ჭამის დროსაც კმაყოფილები არიან. ეს მთლიანად აქრობს დიეტის მთავარ მტერს, სურვილს, რომ დაარღვიო დიეტა. ბევრი ადამიანი, ვინც ამ პრეპარატს იღებს, ამჩნევს, რომ დიეტის დაცვა ბევრად უფრო მარტივია, მაგრამ იყო ერთი მოულოდნელი გვერდითი ეფექტი, რომელმაც ხალხი გააოცა. აღმოაჩინეს, რომ ოზემპიკი და მსგავსი პრეპარატები მხოლოდ საკვებისადმი ლტოლვას არ ამცირებდა. იყო კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საერთოდ არ იყო გათვალისწინებული ამ პრეპარატის თავდაპირველ დანიშნულებაში, მაგრამ მაინც კურნავდა მას. შეიძლება თუ არა, რომ ოზემპიკი ცვლიდეს ჩვენს ტვინში სურვილების წარმოშობის მექანიზმს. სიურპრიზი იყო, როცა ტესტირების მონაწილეებმა და ადრეულმა მომხმარებლებმა ამის შესახებ საუბარი დაიწყეს, მაგრამ ოზემპიკი, როგორც ჩანს, ალკოჰოლისადმი ლტოლვის შემცირებასაც იწვევს. ამის ნაწილი შეიძლება იმით აიხსნას, რომ სმა დაკავშირებულია მადის შემცირებასთან, მაგრამ ადამიანები ასევე ამბობენ, რომ აღარ გრძნობენ ალკოჰოლის მიღებისადმი იმავე ძლიერ სურვილს. ისინი კმაყოფილდებიან ერთი ლუდით, ნაცვლად 3 ან 4-ისა. ამან ექიმები მიიყვანა იმაზე, რომ დაიწყეს დამოკიდებულ ქცევებზე კვლევების ჩატარება და ადრეულმა კვლევებმა ასევე დადებითი ეფექტი აჩვენა მოწევაზე უარის თქმაში. ამ ფარმაცევტულმა კომპანიებმა უბრალოდ დამოკიდებულება გატეხეს.
ამ კვლევებმა ზოგიერთ ადამიანს შეშფოთება მოგვარა, რადგან სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ GLP-1 პრეპარატები მხოლოდ ჰორმონებსა და სხეულს კი არ ცვლიან, არამედ ტვინზეც ახდენენ გავლენას. გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავის ტკივილი, ილი, საჭმლის მომმელებელი პრობლემები და თუნდაც განწყობის ცვლილებები, ზოგ ექიმს სითრილისკენ უბიძგებს. ამის მიუხედავად, საზოგადოება მაინც აგრძელებს რიგში დგომას იმისთვის, რაც შეიძლება ყველაზე მარტივი დიეტის გეგმა იყოს. აბა, რას აპირებ ამ ოზემპიკით მიღებული ახალი სხეულით? ნახე, როგორ შეიძლება ზედმეტად მიმზიდველმა გარეგნობამ რეალურად გააფუჭოს შენი ცხოვრება. თუ გინდა შოკის მომგვრელი სიმართლე გაიგო, ან უბრალოდ უყურე ამ ვიდეოს.